მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით იაგოს მარანში, იაგოსთან და მარინასთან, ჩვენს მასპინძლებთან. ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ღვინის თემაში ეს ადამიანები ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანები არიან და პროფესიონალები და ძალიან პროფესიონალები თავისი საქმის ტურიზმთანაც ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და იყვნენ დაკავშირებულები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტურიზმი საქართველოში განვითარებას იწყებდა. და ვფიქრობ, რომ ამ საქმეშიც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ადამიანებს, რომ რაღაცა ემოცია და ეს რაღაცა სიყვარული ამ ქვეყნისადმი, ღვინისადმი და ჩვენი ქვეყნისადმი რაღაცნაირად ადამიანებთან მიიტანეს, ხო? თავისთავად. ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ. მეგობრებო, ცოტა სერიოზული იქნება ბევრად და დღეს ისეთი სერიოზულები ვიქნებით, როგორც არასდროს. როგორც არასდროს. იმიტომ რომ ღვინო გვიყვარს, ხო? და მეგობრებო, რაც მთავარია, ღვინო გვიყვარს, ჭამა უფრო. არა, ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ არ მგონია არსებობდეს ქართველი, რომელმაც არ იცის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. თუ არსებობენ? არა, მე მგონია. არა, ასეთ შეურაცხყოფას ჩვენს ერს ვერ მივაყენებთ ნამდვილად. სხვა შეურაცხყოფები კი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიცის იმის შესახებ, რომ 8000 წელია საქართველო ამ უნიკალური ტექნოლოგიით აყენებს ღვინოს, რომელიც არის იუნესკოში, როგორც არამატერიალური მემკვიდრეობა იუნესკოსი. ხო? თავისთავად. დღეს მოკლედ ვისაუბრებთ. მოკლედ არ გამოგვივა, ცოტა ვრცლად ვისაუბრებთ კონკრეტულად იაგოს მეღვინეობაზე. მის თუ როგორ დაიწყო იაგომ ეს ყველაფერი და მისმა ოჯახმა და განვავრცობთ ამ ყველაფერს ტურიზმის ხაზით და რა თქმა უნდა მივირთმევთ ასევე ღვინოსაც. ხო, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი იქნება ღვინის ჩვეულებრივი ღვინის თანხლებით თან. ხო, და მგონია რომ ძალიან საინტერესო გადაცემა ეპიზოდი გამოვა YouTube-ისთვის და რაც მთავარია, ზომიერება აუცილებელია ყველაფერში, მათ შორის ღვინოშიც. ხო, ამიტომ მეგობრებო, მარტო ღვინის დალევა არ არის მთავარი. რომ ვიცოდეთ, რას ვსვამთ და რომ არსებობს რაღაცა ისეთი უნიკალური ადგილები და არსებობენ უნიკალური ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ეს ყველაფერი და რაღაცა მიიტანეს სოფლიომდე. ანუ საქართველოს ფარგლებს გავცდით და გავაგებინეთ, ასე ვთქვათ, იმის შესახებ, რომ რეალურად ეს ტექნოლოგია არის უნიკალური, რომლითაც ჩვენ 8000 წელია ღვინოს ვაყენებთ, მეგობრებო. და შეიძლება ვიღაცები გამოგვიხდნენ და გვითხრან, რომ ქვევრი-ქაც არის რაღაცა იმ ქვეყანაში და კი არსებობს, ვერ ვიტყვით, რომ ქვევში საქართველოს გარდა არსად არ აყენებენ ღვინოს, მაგრამ თავარი არის ის, რომ 8000 წელია მეგობრებო ქვევრში საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე ღვინო ყენდება უწყვეტ რეჟიმში. აი ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც იუნესკომ გვაღიარა როგორც ეს ტექნოლოგია აღიარა, ხო, როგორც არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი. გაიცანით თქვენი საქართველო უკეთ, მეგობრებო. მოგესალმებით, მეგობრებო. ამჯერად იაგოს მარანში ვიმყოფებით ჩვენს არაჩვეულებრივ მასპინძლებთან ერთად და დღეს ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ ღვინის თემაზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა არის ყველასთვის და საინტერესოა თვითონ ის ფაქტი, რომ აქ ვიმყოფებით და ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს გავიგებთ ქართული ღვინის შესახებ და უშუალოდ ეს ადამიანები მოგვიყვებიან, ასე ვთქვათ, თავიანთ ისტორიას, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რადგანაც ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტურიზმთან, ამ ყველაფერზეც მოგიყვებით, დამატებით, რატომ და როგორ არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ, თქვენი საქმიანობა ტურიზმთან. ვიცი, განსაკუთრებული რა უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ღვინოსთან შეხება და ისტორიასთან ყველას აქვს. და მაგიტომაც არის ალბათ ყველაზე გამორჩეული ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანა ამ სამყაროში საქართველოს, იმიტომ რომ ალბათ ძნელია მოიძებნოს ადამიანი რეგიონში, ვინც ღვინოს არ აყენებს, ვინც იმისი ყველა წინათაობა ღვინოს არ აყენებდა. შესაბამისად არაფერი განსაკუთრებული ერთადერთი ჩვენ შემთხვევაში რაც მოხდა ის რომ
ჩვენ ამ ორგანული ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ფილოსოფიამ და ცნობადობის შეცვლამ გადაგვაწყვეტინა ის, რომ ეს ყველაფერი საინტერესო გაგვიხადა თვითონ ბაზრისთვის და ჩამოგვესვა ბოთლში. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინა საუკუნეში. უკვე წინა საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი და შესაბამისად გვაქვს ახლა პატარა მარანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი წინა საუკუნეში დაიწყო, რჩებით ერთ-ერთ ყველაზე პატარა მარნად საქართველოში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ესეც დავრჩებით სულ. აი ეგ მინდოდა მეკითხა, რომ ეგ არის თქვენი არჩევანი, ხო ესეა, რომ დარჩეთ პატარა მარნად. კი, იმიტომ რომ ის ფილოსოფია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არის ახლა უკვე ორგანული ნატურალური მეღვინეობა, ოჯახური მარანი, ოჯახური ბიზნესი, რასაც შეგვიძლია ნებისმიერი სახით დავარქვათ, მე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ვერანაირად ვერ იქნება მასიური ინდუსტრიული და დიდი წარმოების, იმიტომ რომ ეს ყველაფერთან ხელით შეხება შენ გიწევს და არა იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძალიან რთულია ახლა მუშახელი შოვნა, ეგ ერთი, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება იშოვო, მაგრამ მეორე მხრივ ეს შენი უნდა იყოს, ხელნაკეთი მაგითო ქვია ყველაფერს, ხო ეს ცოტა ყველაფერი უფასურდება სამყაროში, მაგრამ კრაფტს რასაც ეძახდნენ, ან არტიზანულს რასაც ეძახდნენ, ეს ყველა შენი შექმნილი უნდა იყოს, რა. ისევე როგორც მაგალითად ხაჭაპურის რეცეპტი ყველა მიცის, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირი გამოსდის. შესაბამისად, აქაც ესეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბუნებრივი იყოს და ბუნება მაკეთოს, ვენახშიც და მარანშიც, ზუსტად აქაც არის ადამიანის როლი იმაში, რომ მას როგორ ესმის ბუნება, ბუნებრივი პროცესები, როგორ გრძნობს ამას, როდის უნდა ჩაერიოს, რაში უნდა ჩაერიოს მაგალითად და რაში არ უნდა ჩაერიოს, როდის უნდა გადაიღოს, როდის უნდა დაკრიფოს. ვენახში როგორ უნდა შეიქმნას ეკოსისტემა, ააშენოს, რომ მომავალ წელს ან 10 წლის მერე, ან 20 წლის მერე იქ შედარებით უკეთესი ეკოსისტემა გქონდეს, რომელიც მას მიეხმარება იმისათვის, რომ ნაკლებად გამოიყენოს სხვადასხვა მაგალითად ქიმიური პრეპარატები. ამ ყველაფერს ბუნება არ რეგულირებს ბუნებაში. მაგრამ როგორც ადამიანი იწყებს კულტურულად რაღაცის მოყვანას და მასიურად, იქ იღება ბუნებრივი ბალანსი და წარმოიქმნება ბევრი პრობლემა. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი ეკოსისტემა ავაშენოთ. ცოტა რთულად გადავედი, რთულ ამბავზე გადავედი, მაგრამ როცა საუბარია იმაზე, რომ რატო არის ესეთი მცირე წარმოება და რატო არ ვზდით თუკი კარგად ვყიდით და დეფიციტი გვაქვს მუდმივად ამ პროდუქციის, აი ეს ყველაფერი მათი შემადგენელი ნაწილია, იმიტომ რომ ხო, ამ ყველაფრის ერთობლიობა არის ის, რომ გვაქვს ის, რაც გვაქვს დღეს. რაოდენობის ხრი. 2025 წელს ახლა რამდენი ბოთლი გქონდათ? თქვენ ძირითადად მაინც ექსპორტზე ხართ. კი, მთლიანად ექსპორტზე ვართ. 2025 წლის მოსავალი არის ერთ-ერთი ყველაზე ცოტა, იმიტომ რომ დაახლოებით 50% ჩვენ დავკარგეთ აპრილის ყინვების დროს. ესაც ჩვენი შემადგენელი ნაწილია. და შემადგენელი ნაწილი ხანდახან, როდესაც საუბარია ბუნებრივ ღვინოზე და ხანდახან ცოტა ფასი არის ცოტა მაღალი. რატომ არის მაღალი? არ ვიცი, მაღალი და დაბალი რას ნიშნავს, ესეც პირობითია ძალიან, მაგრამ აი ამ ფაქტორების გამოც მათ შორის, რომ ჩვენ უკვე ეს პირველი წელი არ არის, როდესაც კარგავთ მოსავალს. მარინას ვენახი აქვს მანავში და 3 წელი ზედიზედ ვერაფერი ვერ ავიღეთ იმ ვენახიდან. მაშინ როდესაც წარმოგიდგენიათ 3 წელი, როდესაც ამ ბიზნესზე ხარ დამოკიდებული და შემოსავალი საერთოდ არ აქვს. ამიტომ გინდა არ გინდა ამ ყველაფერს ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ითვალისწინებ ამ ფასში, რომ რამენაირად ასე ვთქვათ, გააგრძელო ეს საქმე. და რა იყო ეს 2025 წლის ბოთლების რაოდენობა მაინც რამდენი ბოთლი? ჯერ არ ჩამოგვისხეთ, ჯერ პროცესია ეს, მაგრამ დაახლოებით ალბათ იქნება სულ 5000 ბოთლი. ესე იგი, კარგვარიანში გვაქვს 10. კი ბატონო. მეტიც გქონიათ თუ? არა, მეტი ჯერ არ გქონია, მაგრამ ალბათ გვექნება 2-3 წელიწადში, იმიტომ რომ ახალი ვენახები წამოგვესწრება. აი, თქვენი აზრით რა არის ის რაოდენობა, რაზეც გაჩერდებით? მაქსიმუმი.
მე მაინც მივიწყებ ვენახიდან და არა ბოთლების რაოდენობიდან. ვენახი გვაქვს და დღესდღეობით 3 ჰექტარი. და ეს არის ჩვენი მაქსიმუმი, იმიტომ რომ ეხლაც კი ძალიან გვიჭირს ხშირ შემთხვევაში და ძალიან დიდი შრომატევად, ძალიან შრომატევადია და ძალიან ამაზე მეტის დამატება პრაქტიკულად ჩვენთვის გამორიცხული ამბავია. აი ეს 3 ჰექტარი რასაც მოგცემს, შესაბამისად ის იქნება. დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ალბათ გავართ დაახლოებით 12-14,000 ბოთლზე და ეს იქნება ჩვენი მაქსიმუმი. იცით რა მაინტერესებს, თქვენ ეს მაინც ბუნებასთან ახლოს ხართ და აი არ ვიცი შეიძლება სულელური კითხვა, მაგრამ ეს დაბინძურება ხო არის და გემოზე, თვისებებზე და ასე შემდეგ იგრძნობა ეს ყველაფერი, თქვენ როგორც პროფესიონალი ამას გრძნობთ, რომ ღვინოზე ისახება ეს დაბინძურება და სხვადასხვა ნივთიერებების წარმოქმნა ქვეყანაში თუ არა? ცოტა ძნელია ხოლმე, ასე თქვა, ეს ვინმეს დააჯერო, იმიტომ რომ ღვინოში ცოტა რთულად ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბოლოო პროდუქტია, მაგრამ ჩვენ ყველანი ხო რაღაცას ჭამთ, ხო? კი. გვახსოვს მისი გემო რა იყო ადრე მაგალითად. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა ამ მიმართულებით ეკოლოგიური სოფლის მეურნეობაზე საუბარი რეგიონებში, მაგალითად 98 წლიდან ძალიან ბევრ რეგიონებში სხვადასხვა სემინარებს და ტრენინგებს ვატარებდით და იქ იყო ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მაგალითი სოფლებისთვის, რომ მაგალითად რაიონში ყველა მიცოდა ადრე პური როცხებოდა და მთელ სოფელში სუნი იდგა ხოლმე. და ერთხელ მომიწია ამის სტუდენტებთან ჩატარება და ეს მაგალითი რომ მოყვე მე შევატყვი რომ არავის არ ახსოვს ეს ამბავი. აქ იქ არის მუშაობა ამ ამბავი. ხო და ამიტომ შემთხვევაში არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ სოფელში რავია ძალიან ისე მახსოვს. ამიტომ ძალიან რთული ხდება ნელ-ნელა ამის ახსნა, იმიტომ რომ მეხსიერება ამისი ნაკლებია უკვე. წინათაობებს კიდე აქვს შემორჩენილი. თუ კი ამას გძნობ შენ ხილზე, პურზე, ყველზე და სხვადასხვა საჭმელზე, ხორცზე მათ შორის, ხო, ჩვენ უკვე ვარჩევთ ახლა აწერია უკვე სუპერმარკეტებში ეს ქართული ხორცია თუ არა. რას ნიშნავს ქართული ხორცი, ხო? ანუ რომ მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებში იყოს გაზრდილი. მაგრამ არის? ხო, არა, ეგ ერთი არის თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიძახით რომ გემოზე იყო საუბარი რა, ხო? ანუ ყველა მიცის რომ გემო იცვლება ესეთ შემთხვევაში, როდესაც მასიური, ინტენსიური და ინდუსტრიული წარმოება ხდება. შესაბამისად და პლუს ამას ემატება ეკოლოგიური გარემო. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენთვის ეს ამოსავალი წერტილია და დარწმუნებულები ვართ, რომ ეკოლოგიურ შედარებით ეკოლოგიურ გარემოში ჩვენ შორსა ვართ ის, რომ ისეთი ბუნებრივი პირობები შევქმნათ, როგორც იყო მაგალითად, რა ვიცი, 50-100 წლის წინ, მაგალითად, ან შეიძლება ახლა იყოს ტყეში. მაგრამ შედარებით ეკოლოგიურ პირობებში გაცილებით გემრიელი და ჯანსაღი ყურძენი მოიწევა და შესაბამისად გაცილებით მაღალი ხარისხის ღვინოს ვიღებთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ რაც უფრო დიდ ხანს ხარ ამ მიმართულებით და მუშაობს, მით უფრო ბევრ ამის დამადასტურებელ ფაქტს ნახულობ და რწმუნდები, რომ ალტერნატივა რა, შენ ეს გიყვარდება. შენ ამის გწამს და ნახე როგორ არის, როცა გწამს რაღაცის და გჯერა, შენ ამას მე ვერ შეიცვლი. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის ეს დიდი ბიზნესი შეიძლება არ იყოს ბუნებრივი მეღვინეებისათვის და ვერც ერთ მდიდარ ბუნებრივ მეღვინეს ვერ ნახავთ თქვენ. მაგრამ მას აქვს რწმენა ბუნებისა, ჯანსაღი პროდუქტისა და მისი რასაც აკეთებს. და შესაბამისად ის სხვა რამეს ვეღარ გააკეთებს. სხვა ღვინოსაც ვეღარ დალევს, ასე ვთქვათ. განა იმიტომ რომ ის ცუდია. არა, უბრალოდ ის მას უყვარს რამ რასაც აკეთებს და იმის ჯერა რომ ეს ჯობია. ხო, არა, შეიძლება ვიღაცებს გონიათ რომ ამაში არის შემოსავალი და მაგას არა, იქნება რა თქმა უნდა, ახლა, მაგრამ არა, ნუ აქ არ არის ისეთი შემოსავალი რაც ანუ მასიურზე და ახლა სხვა ესეთი კომპანიები არ ხარ შე ორიენტირებული რაოდენობაზე და აბსოლუტურად დამოკიდებული ხარ გარემო პირობებზე. ბუნებაზე ხარ აბსოლუტურად დამოკიდებული. ახლა იგივე წევამ და ახლა ჩემთან 3-ჯერ დასეყვა 3 წელი ზედიზედ და ერთი მარცვალი არ ამიღია. ახლა წარმოიდგინეთ ასეთ შემთხვევაში, როცა ხარ
მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული და არ ნერვიულობთ, აი მე რო ვიყო ეგრე, ალბათ გული გამისკდებოდა მართლა. ჩვენც გახეთქილები გვაქვს. არა, მართლა, აი როგორ იმიტომ რომ წარმოიდგინე მართლა აი შეიძლება ცუდად გავხდე წნევამ დამარცხას ამ რაღაც. რესურსი და შესაბამისად ხარჯიც იდება, ხო? ამაში, ამის მოვლაში და ერთ წელიწადს საერთოდ სექტემბერში ერთი კვირით ადრე დაგვისეთყვა. აღებამდე და არაფერი აღარ ცუდად გავხდებოდი ალბათ. ინსულტი დამემართებოდა ეგრე. ამას ყველაფერს აძლიერებს მე ის რომ როცა ესეთ მიმართულებით მუშაობ, კლიმატის ცვლილებას გრძნობ ძალიან. და კლიმატი იცვლება ძალიან, არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს გლობალური პრობლემაა. ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. მაგალითად, ჩვენ მეგობარი ყავს საფრანგეთში, სადაც მისი წინაპრებიც აკეთებდნენ ამ საქმეს და ის ამბობს ხოლმე რომ მამაჩემი როდესაც ძღვებოდა ამ საქმეს, სულ 2 ყინვა ახსოვს გაზაფხულზეა და ბოლო 7 წელიწადში 5 ჯერ იყო იქ უყურე ყინვა გაზაფხულს. აი ეხლა რო გიყურებთ, ძალიან მშვიდად საუბრობთ და აი მე დარწმუნებული ვარ ამ სიმშვიდის იქით ძალიან ბევრი იმედგაცრუება იქნებოდა პარტნიორების მხრიდან, ან რაღაცა დამოკიდებულება, ისეთი აბუჩა დაგდება, ან არასერიოზული მიღება, ან რაღაცა მსგავსი ისტორია გაქვთ, გახსენდებათ, აი რაც გულში გაქვთ ცუდად ჩარჩენილი. ანუ საბოლოოდ გადავწყვეტ რომ ვიტიროთ. ხო, თუ გვიშველის, ვიტიროთ, რატომაც არა, იმიტომ რომ როგორც ვატყობ კონტენტებს შველის. იმიტომ რომ ხო, იმას, ხო, ის რო გავიხსენოთ. არა, იმიტომ რომ აი ესე ყველაფერი ხო არ იქნებოდა რა, ან გამარჯობა, აი ბოთლები მაქვს ღვინო ჩამოვიტანე ბოთლებით და აი ყიდი, აჰა, ვერს რაღაცა $10 ერთი ბოთლი პირობითად. და იმან რავი არ გადაიხადა, აიღო ბოთლი არ გადაიხადა. ან რამე მსგავსი. ანუ შენ ექსპორტის კუთხით იმაში. ხო. ხალებზე. ხო, იმიტომ რომ როგორც გინდა და მე გამოგწერე. ხო, ნუ ეს ჩვენ პირველი ბოთლები ჩვენ ჩამოისხა 2003-ში და ეს იყო 600 ბოთლი. და რო დავიწყეთ ასე ვთქვათ, ნუ ჯერ ჩამოვასხით, ნუ მივიღეთ ეს გადაწყვეტი, არა, ჩამოსხმა უნდა იყო ჯერ ყველაფერი. უნდა გვეშოვა 600 ბოთლი. მაშინ მცირე მეღვინეობები არ არსებობდა. აი რო წარმოვიდგინეთ ერთი პალეტი ის ცარიელი ბოთლი არის 1120 ბოთლი. ერთი შეფუთა, ნუ ესე იყო ხო. და ანუ 1000 არ გვჭირდება ამდენი. ჩვენ მინდა 600 ბოთლი, იმიტომ რომ ახლა ფინანსურადაც არ გვაქვს ეგრე სიტუაცია. 2003 წელია. ნუ წარმოიდგინეთ. როგორი ხო, არაშუქი არაწყალი არაფერია. ნუ რაღაცა ხო, ნუ ძალიან ისეთი დრო. და წარმოიდგინეთ ახლა ამ დროს შენ ვიღაცა მარანში აკეთებ ღვინოს, პატარა სახში აკეთებ ფაქტიურად და გინდა 600 ბოთლი, მეტი არა. და მიდიხარ დიდ ქარხანასთან, რომელიც ასხავს მილიონობით ბოთლს და ნუ რა თქმა უნდა რუსეთში ამბავი გზავნება და ეუბნები რომ 600 ბოთლი უნდა აი სასაცილოთაც არ ყოფილდათ შენი 600 ბოთლი ანუ შენი გულისთვის ან რო შეტრიალდებიან და აუ რაღაცა 600 ბოთლი თემაზე ანუ ეს მარტო ბოთლის არა ეს გავიარეთ ყველაფერზე ბოთლზე საცობზე ეტიკეტზე ჩამოსხმაზე ყველაფერზე გავიარეთ ეს პირველი ისინი ხო რა თქმა უნდა სირთულეები ეტიკეტი გავაკეთეთ ნუ ახალგო ჩვენ მეგობრებთან რომლებსაც ჰქონდათ აი ფაქტიურად ისინი ცხელით აკეთებდნენ და ესე რაღაცა პატარ-პატარ რაღაცებს აკეთებდნენ მაგრამ სხვათა შორის ახლა შვენიერი კარგი ეს აქვთ არა ეტიკეტი სარეკლამო ესეთი ესე ისინიც გაიზარდნენ საკმაოდ და ერთად გავიზარდეთ და ერთად გავიზარდეთ ხო მარ შეიცვალა ქალების თემა როცა მე პირველად ჩამოვასხი 2014-ის ფესტივალზე გავიტანე პირველი ჩამოსხმა მე და ჩემმა მეგობარმა ეს იყო ახალი ღვინის ფესტივალი რომელსაც ღვინის კლუბი ატარებდა
და იქ იყო თბილისში რა ტარდება, ხო, მაშინ თაწმინდაზე ტარდებოდა ეთნოგრაფიულში. არა, თაწმინდაზე რა. ეთნოგრაფიულში ტარდებოდა მაშინ. მაშინ ხო, ეთნოგრაფიულში ტარდებოდა, ახლა თაწმინდაზე. და მაშინ იყო აი კარებშივე თითით საჩვენებელი თემა, იქ ქალები დგანან. აი ესეთი თემა იყო. ხო, და ორი კატეგორია ხალხი მოდიოდა. ერთი რომელსაც აინტერესებდა ვინ იყვნენ ეს თავხედი ქალები და რომლებიც არ სვავდნენ იმ ღვინოს არ სინჯავდნენ პრინციპულად უბრალოდ აინტერესებდათ და ნუ მეორე იყო შედარებით მობიერი საზოგადოება რომელიც მოდიოდა და მართლა ნუ აინტერესებდა და რაც მხარდაჭერას გამოხატავდა რომ ეს მითიკომაც აბსოლუტურად შეცვლილი აბსოლუტურად შეცვლილი. ეხლა ძალიან ბევრი ძალიან ბევრი ქალია, ასოციაცია გვაქვს, ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ. ისე უკვე პირიქით, ანუ ქალი რაღაც მეღვინეობაში უფრო რაღაც ხმამაღალი და საინტერესო არის. ხო. გამომარჯოს. ხო და ლოგოზე დავიწყე და ეს ლოგო კი ვიცი თქვენი იდეა რო იყო. ხო, ხო სწორად მახსოვს. ფოტოა. ხო. ანუ არ გაწყობთ ეს ჭიქაზე ეს. არა, უბრალოდ ვერ მეუნებით პირდაპირ. 2013-ში თუ არ ვცდები ზუსტად არ მახსოვს, ახლა არ მინდა შემეშალოს. ჩვენმა პირველმა იმპორტიორმა, რომელიც ეს არის კომპანია ველიერი, იტალიური კომპანია, გამოაგზავნა საქართველოში ორი ფოტოგრაფი. ორი იაპონელი ფოტოგრაფი. კეიკო და მაიკა. კარგად გაურითმია. ხო, თვითონ ესე გაგვეცნენ, ხო და თორე გვარებიც აქვთ ორივეს, ეს სახელები ჩამოთვალენ. და გამოაგზავნა, იმიტომ რომ ამ იტალიელი კომპანია რო ვიზღვინოსაც ყიდით და ყველა სურათები ჭირდებოდა. და მათ შორის ჩვენთან საქართველოსთან ორი მეღვინოს ყიდით და სურათები უნდა გადაიყო. ამ იაპონელებს ისე მოეწონათ საქართველოს რომ აქ ცხოვრობდნენ კოვიდამდე. ხო, სუმთლიანთ არ, მაგრამ ძირითადად ცხოვრობდნენ აქ. გამოცეს რამოდენიმე წიგნი საქართველოზე, მათ შორის ორი წიგნი, სადაც მხოლოდ სურათებია, პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან. ძალიან დიდი გამოცდილების, ძალიან მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებენ და ერთ-ერთი მოსვლაზე რამდენიმე ფოტო აქვს გადაღებული, რომელიც მათ შორის იმ იტალიელებისთვისაც, ისვისაც იყვნენ გამოგზავნილები და მე ერთ-ერთ მოგვიანებით ერთ-ერთ პროცესში, როდესაც მე დუღილის დროს დარევა ხდება ქვევრის, მაშინ მოხდა ამ ფოტოს გადაღება, მე არც ვიცოდი რომ იღებდა. და შემდეგ ამობეჭდა და სურათი ძალიან მოგწონდა, მაგრამ არც გვიფიქრია, ასე ვთქვათ, რამე ზრახვები არ აქვს რა. მაშინ არის კარგი იდეა. ხო და გვაჩვქა და ეს მაგალითად რაც აქ არის გაკრული, ეს არის თვითონ ამ ხელით დამზადებულ ქაღალდზე იაპონელების მიერ, რომელსაც დაახლოებით მინიმუმ 100 წლიანი გარანტია აქვს, რომ ესე არ შეიცვლება. და მაჩვქა და დავკიდეთ ეს და რომ რამდენი 3-4 წელი ეკიდა კედელზე, მანამ არ მოვიდა ჩვენი მეგობარი ირაკლი ჩოლობალგი, რომელიც იყო მარკეტინგის ხელმძღვანელი ღვინის ეროვნულ სააგენტოში და შეხედა თუ არა მაშინ თქვა რომ იაგო ეს შენი ლოგოაა და აი ღვინოებსაც რო ვუთხრათ კონკრეტულად, იმიტომ რომ შიდა ქართლის აპელაციაში შედის, ასე ვთქვათ, ეს თქვენი მეღვინეობა და რომელ ყურძნებს და ჯიშებს და რომელ ღვინოებს აწარმოებთ, რომ ჩვენმა მაყურებელმაც გაიგოს, ასე ვთქვათ, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ყველას რო, თქვენ შესახებ ყველა მისის იდეაში, მაგრამ მაინც ვინც არ იცის, იმათაც რო ავხსნათ და ვუთხრათ. ჩვენ დიდი ხანი კი არა და მთლიანად ასე ვთქვათ, რაც დავიწყეთ, რჩებოდით ერთი ჯიშის ერთგულად ჩინურის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გეკითხებოდნენ ხოლმე რომ რატო ავირჩიეთ ეს ჯიში და პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ჩვენ არც აგვირჩევია, ჩვენ გავაგზავნეთ ის რაც იყო აქ. ხო, ანუ ტრადიციულად ამ სოფელში ძირითადი ვინაიდან საქართველოში მაინც უფრო თეთრ ღვინოს სვავს ყველა, თითქმის ყველა. შესაბამისად ჩინური იყოს ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული აზიის ჯიში. შესაძლოა ამის მიმართულებით გავაგრძელეთ, გვაქვს რაღაცა პატარა სიახლეები, თუმცა
ამ მიმართულებით ჩვენი კონცეფცია იყო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო არა ასორტიმენტის შექმნა, რომ მარკეტინგულად მიმზიდველი ყოფილიყო, არამედ ის, რასაც ვაკეთებთ და გაგვიგრძელებინა. მარინას აქვს თავიდანვე ესე ქონდა ჩაფიქრებული, რომ არ ქონოდა ის მასაც ჩინური. კონკურენციას ხომ გავუწევთ. კონკურენციაში რა შევსულიყავით და არა, ისედაც ძალიან მომწონდა, მინდა ვაღიარო, რომ ძალიან მომწონდა მწვანე, კახური მწვანე. ესეც ჩვენ მეგობრის დამსახურებაა, ნიკი ანთაძის მწვანის დამსახურებაა, რომელიც ძალიან მომწონდა და მაშინ არ მქონდა ვენახი მე გულის გატეხვის თემებიდან არის, მაგ სერიიდან. ხო, პირილი რომ უნდა. ხო, ერთ წელსაც რო ჩავედით შეპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც უნდა გვიყიდა, რომლისგანაც ყიდულობდით წლები, ყიდულობდით იმ ფასად, რა ფასაც ის გვეუბნეოდა და არანაირი პრობლემა არ ქმნიდით, ჩაგვყავდა მანქანა, ყუთი, ყველაფერი მემზადებოდით არეგულირებდით. ერთი კვირის წინ ჩასულები, რომ ავარჩიეთ, რომელი რიგებიდან უნდა დაკრეფილი იყო ჩვენი ყურძენი, რა უნდა გვექნა როგორ და შევთანხმდით. ჩავედით და ჩვენი რიგები დაკრეფილი დაგვხვდა. ძალიან ცუდი თემა იყო. მე არ ვიყიდეთ, საერთოდ არ გავაკეთე იმ წელს. ნუ აი ისეთი გულის წვეტა იყო და გულის ტკენა იყო, რომ საერთოდ გადავირიეთ. და რაღაცა გავიდა ალბათ, ნუ ჩამთავრდა ეს რთველების პერიოდი და სადღაც ოქტომბრის ბოლოა და ჩვენი მეგობარი აი ისე რომ შეხვდები და ლაპარაკობ რაღაც ეგეთ სიტუაცია და ჩვენი მეგობარი გვეუბნება რა. იცითო? იქ ვენახი იყიდება, ვიღაც ახლობელი ყიდის ცოტა. ხო არ დაფიქრდებოდით. იმ მომენტში ცოტა მოსქენთ, მაგრამ მე ჩვენ დას მივმართე. ხარი იქნება დაფიქრდეთ ამ თემაზე მეთქი და ნუ მოკლედ ახლა ჩემი და ჩემი დისა ის ვენახები. ხედავთ ამუნა? ხო, და ვიყიდეთ ვენახი. ხა გვაქვს უკვე ჩვენი ვენახი და აღა გვაქვს უფრო მეტი თავსატეხი. ხო, მართალია უფრო მეტი თავსატეხი. არა, უკვე ის ჩვენი ვენახები იყო რომ დაისეთქვა. ხო, მაგრამ მსგავს ხო, მაგრამ ის რომ პარტნიორს ასე ვთქვათ, სეტყვა ჯობია. არა, ნუ ეხლა ბუნებას ვერ უბრაზდები, ადამიანს გაუბრაზდები და. აი მარინამდე როგორ მივედით? მარინა რო არის ცალკე? და რატო არის? ხო თქვა კაცო. არა. ჯერ ქალები არიან ამერიკացები. ხო და ნუ აი თავისთავად არა. რო ქალები მარანში და კაცები სახელი რო ხოხლში. არა, რომ ესე ცალკე მივედით, იმიტომ მარინა როგორც ცალკე ბრენდი ისეა, ხო? ხო, იქიდან მივედით, რომ როცა დაიწყო 2006-ში, როცა წაიღეს პირველად იტალიელებმა იაგო ზღვინო და ნუ იტალიელების მერე გაჩნდნენ ფრანგები, ინგლისელები, დაიწყო გამოფენები, დაიწყო საერთაშორისო რაღაცები და დავიწყეთ სიარული. ასეთ გამოფენებზე აღმოაჩინეთ, რომ იქ ჩვეულებრივად გადან ქალები. ჩვეულებრივად ჩვეულებრივად არ ადგანან. არა ჩვეულებრივად. მე მახსოვს პირველად ლონდონში ვიყავით გამოფენაზე და აი პირველი ჩასვლა ჩვენი 2011 წელია და ცოტა ისე ვარ ჩასულები რა, ანუ აი ჯერ არ ვიცით სად მივდივართ რაღაცა ლონდონში ვარ გამოფენა და ფესტივალი უბრალოდ და სამდღიანი იყო. ხო და პირველ დღეს მაშინ აღმოვაჩინე პირველად მე რომ ესეთ გამოფენას ხალხი მოდის კალმით და ბლოკნოტით. წერა კითხვა, ერთი გაჩახებული, თითოეულ ღვინოზე ავსებენ გვერდებს, ცოტა დავიძაბეთ. ხო და პირველი დღე იყო, როდესაც ძალიან ბევრმა ხალხმა დაიწყო ჩვენ მაგიდებთან ქართულ ღვინოსთან მოსვლა. არ მოვიწყდება, მე მაშინ ბევრ ხალხს არ ვიცნობდით და მე დავინახე რომ თვითონ მეღვინეებმა დაიწყო. სამ მეღვინეებს ხვები მოყავდათ ხოლმე ჩვენ იმენთან ასე თქვაცნებდა და მეორე დღეს უკვე ესეთები ვართ რომ რაღაცა აქ ეგეთი ამბავი არ ყოფილა რა ჩვენ და რაღაცა
ხო და ბედნიერები ვართ მოკლედ რა და ისნია დაკავებულები იყავით რომ 2 დღის განმავლობაში გვერდზეც ვერ გავეთ რომ სხვა ღვინოები გაგვესინჯა რა და მესამე დღეს უფრო ცოტა მსუბუქი დღე იყო და ბოლოსკენ მეთქი რაღაცას გავსინჯავ რა და შორს არ წავსულვარ იქვე მივედი და ქალბატონი დგას და ახლა მე უკვე ისეთი ვარ მისული რა რომ ჩემ მაგიდასთან დიდი ამბავია რა 2 დღე რაღაცა და უკვე ასე ვთქვათ დამღამებული გვაქვს რომ მოდიან და ეს თიხის ჭურჭელს რო უხსენებ და 6 თვე ჭაჭასთან კონტაქტს რო უსვენებ უკვე რაღაცა შენიანია ის უკვე და უკვე ქართული ღვინით არის მოწამლული რა ხო და ამ ქალბატონს ვეკითხები ნუ დამისხად რა ვეკითხები როგორ აყენებთ მეთქი თიხის ჭურჭელშიო ვა მე მეგონა რომ მარტო ჩვენ ვიყავით ეგეთები იქ რა მე ვეკითხები აი როგორი ტექნოლოგიით ჭაჭასთან კონტაქტზეო, კანთან კონტაქტზეო. რამდენი ხანი 9 თვეო, მაგრამ ჩვენ 6 თვეს ვიძახდით ხოლმე. და ფრთები ცოტა შეგვეკვეცა მაგ შემთხვევაში და აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნატურალური მეღვინე ელისაბედა ფორადო, რომელთანაც ახლა ძალიან მეგობრობთ. და ესეთ პატარ-პატარ რაღაცები გახდა უკვე мотиваციები. ეს ქვევრი, ანუ ქვევრში თიხაში დაყენება ღვინის და რაღაც ჭაჭასთანის თავისი იყო თუ რაღაც ქართულ მოტივებზე? აი, უნდა ითქვას, რომ არ არის მარტო ჩვენთან, არც ტრადიციულად, უბრალოდ სხვადასხვა სახელი ქვია, სხვადასხვანაირად არის. დასახელება სხვადასხვა მეთოდით სხვადასხვა, ფორმატ სხვადასხვა, ზომაც სხვადასხვა. ჩვენ მაინც გვაქვს ძალიან დიდი განსხვავებულობა და უპირატესობა და განსაკუთრებულობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სოფლიოში, რომელმაც ეს ტექნოლოგია უწყვეტად 8000 წლის განმავლობაში შემოინახა და უცვლელად. სხვათა შორის ბევრი არის ის, მაგრამ ეს იყო მთავარი არგუმენტი იუნესკოსთვის, რომელმაც აღიარა ეს არამეტარული კულტურული მემკვიდრეობა, იმიტომ რომ იქ უნდა საქართველოს დაემტკიცებინა, ძალიან კარგად მახსოვს, როცა ამის შეტანა მოხდა იუნესკოში, რომ იუნესკომ მოითხოვა დამტკიცება იმისი, რომ ეს მეთოდი და ტექნოლოგია არასდროს არ იყო წვეტადი. მიუხედავად ჩვენი ძალიან რთული ისტორიული წარსულის. ხო, ანუ მუდმივად ომებში დაპყრობილები როცა საუბარია ხომ აი ვინ იყო პირველი ისტორიული ფაქტები ჩვენ გვაქვს იმხელა დიდი უპირატესობა ამ მიმართულებით რომ მე არასდროს არც ხმაურობ ასე თქვა არც შევდივარ ამ კამათში ასე თქვა და ესე იგი მარინას ღვინო განაპირობა ესე იგი გადავედი სხვა თემაზე რომ როგორმე მარინას ავწდენილიყავი და მაინც ისე ვიგვაბრუნებ უმცირესობა მიშველეთ ხო ეს ელიზავეტა ფორადორი არის ძალიან მაგარი ქალბატონი ხო ნუ არა მარტო ეს მე აღმოვაჩინეთ რომ კიდე სხვა ქალებიც არსებობენ იტალიელები, ფრანგები, ისინი რომელსაც ჩვეულებრივად თავისი მარნები აქვს და არ არის პრობლემა მამა თუ მეღვინეა და გოგო არ ყავს, ეს ბიჭი არ ყავს, ყავს გოგო, რა პრობლემაა გოგოს გადადის ეს სხვათა შორის ერთ-ერთი ისეთი თემა იყო საქართველოში, იცი? და კაცი მეღვინეებისთვის იყო ეს თემა, რომ აი ბიჭი რო არ ყავდათ, განიცდიდნენ ხო და იქ თურმე ეს არანაირი პრობლემა არ არის. ეხლა გოგო ღვინოსაც აყენებს და ჯარშიც მიდის. ასე რომ ხო მართლა ესეთი ის იყო. და ეს რო აღმოვაჩინეთ და ამ მარნებს ქვია ამ ქალების სახელები საერთოდ და ღვინოებს და ეს ნუ ძალიან ისეთი გოგოებს გაუმარჯოს. ცემი იყო და საკმაოდ კარგი პროფესიონალ ჩვევაში არ ამაგჯერა. გადმოვახვალ. ანუ იმის თქვა მინდა რომ ჩემი ღვინით ცოტა ესე უფრო სიღრმისეულად დაინტერესება, იმიტომ რომ მე სადღაც 11 წლის წინ ესე გიდობა რომ დავიწყე. პირველი ვიზიტი ესე მარანში თქვენთან მეღვინეობაში იყო თქვენთან სტუმრობა და მახსოვს რომ აი იაგო როგორ რაღაცა გულით
და რაღაცა ესე ენთუზიაზმით ყვებოდა იმის შესახებ. ეს ახლა სპეციალურად ამბობს, თორემ მანამდე მე სხვა რაღაცები მომიყვა. ტყუილია, ამას ტყუილია. არა, მართლა, მახსოვს დაჟე, რომ საერთოდ არ იქნებით, მე მგონი კარგი. იმდენი რამე გახდა მოსაჭრელი, რომ არა, როგორ იქნება თქვენი საქმე, არ ვიცი. ჩვენთან ნამყოფი ხართ თუ არა, საერთოდ კაცშვილი ვერ გაიგებს. თან გაითვალისწინე მაკა რომ მე ვამონტაჟებ ხო იცი ხო და რაც მაწყობს იმ კადრებს დავტოვ. ამიტომ მართლა ესე პირველი რაღაცნაირი ემოციური კონტაქტი იყო ღვინოსთან თქვენთან სტუმრობის შემდგომ და ამის მერე ყველა ჩემი ჯგუფი რაც კი მყავდა მაგ პერიოდში ყველა მეუბნებოდა რომ მე მგონი შენ ღვინო ძალიან გიყვარსო, იმიტომ რომ ეს იყო ის ერთადერთი არა, მაგრამ ის ერთ-ერთი თემა, რომელსაც რაღაც ესე ძალიან ემოციურად ვუყვებოდი, პლუს ის იუნესკოს აღიარება და ასე შემდეგ ეგ ყველაფერი უკვე მომხდარი იყო და უკვე ისეთი იყო, ცნობილი იყო საქართველოს როგორც ღვინის სამშობლო რაღაც ასე შემდეგ და ამიტომ ამას განსაკუთრებულად ვუყვებოდი და მინდა ვთქვა, რომ აქედან დაიწყო ყველაფერი მეგობრებო. ეს იყო ჩვენთვის მთავარი მიზეზი, რამიტომაც ორჯერ დავიკეტეთ საერთოდ. ანუ რას გულისხმობ, რომ იმ თავი როგორ დავიწყეთ? ტურისტული ობიექტი. მოდი პირველი სტუმრები გაიხსენე, როგორ მივიღეთ რა. ხო, საინტერესოა. პირველი სტუმრები. არა, სტუმრები იყვნენ ძალიან ბევრი, ღვინის სიმპოზიუმიდან და როგორც კი რაღაც დავიწყეთ გაყიდვა იტალიაში რაღაცა ცნობადობა გაჩნდა რაღაცა სტუმრები ძალიან ბევრი ყავდა, მაგრამ ეს იყვნენ არატურისტული სტუმრები, რა თქმა უნდა. თუ ვინმე ჩამოყავდა ან ღვინოზე, ან უნდა ეს ამბავი გაუსხუნდა, ნუ ჩვენ ძალიან ეგეთები ყველას ისე მასპინძლობდით და ისე მე ვიღაცა მე ჩვენმა მეგობრებმა ენთუზიაზმით მათი. ხო, უბრალოდ მე ბევრმა ჩვენმა ახლობელმა გითხრა რომ გააკეთა. არ არის ეგ ცოტა ნორმალური თქვენს აქციელი და ცოტა ხوار დაფიქრდებოდით. და ნუ კიო ვიღაცებს უმასპინძლეთო, მაგრამ ნუ რაღაცა ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივად ბიზნესი და შემოსავლის თემა პარალელურად და რაღაცა ესე გადაწყდა რომ ესე დაგვეწყო და ფაქტიურად პირველი ჯგუფი იყო ჩემი დის ჯგუფი იყო პოლონელების. ეს იყო სადღაც 75 პოლონელი და გვითხრეს რომ სუფრა უნდა გაკეთდეს 100 კაცზე, მაშინ მინდა გითხრათ რომ 100 მობილიზებულები და 100 ისინი არ ვიყავით თან ხო ესე არა თან 100 კაცზე, ოღონდ გითხრეს არ არის პრობლემა. ანუ გაიშლება 100 კაცზე 75 იქნება პოლონელი სტუმარი და 25 იქნება ადგილობრივი ადამიანი და შექმნით ქორწილის იმიტაციას. ვინმეს უნდა ქონოდა მართლა ქორწილი და სუფრა ჩვენ თქვენ სოფელში დავდიოდეთ, ან გათხოვდით, ან სული მოიყვანთ, ქორწილის ჩვენ გადაგიხდით. აი ეგეთი ვერავინ ვერ შევკერეთ. ეგეთი ამბავი. მარტო თამადავიშოვეთ აქ. ხო, ნუ თამადით, ნუ მთელი ამბით. თამადაც აქაურ. მოკლედ გავშალეთ ეს დიდი სუფრა არის ამბავი, ნუ წახა 100 კაცზე ხო მართლა მთელი სოფელი გვეხმარება. სირბილი ეს ღვინოები, იმის მიტანა, ამის მოტანა, ეს ხინკლები, ნუ დიდი ამბავი. ჭაჭა იქნება პარალელურად. ნუ მთელი ამბავი გვაქვს და ფიალაში ჭაჭა და ანთებული ცეცხლით და ნუ გააგიჟა და რაღაცებს არ ვიცი, ნუ რაღაცებს ჭადიან, ჭკუაზე არ არის ყველა და მოვიდა ორი დიდი ავტობუსი, რომელმაც ესენი უნდა წაიყვანოს, უკვე დროა. ნუ გავიდა რაღაცა პერიოდი, ესენი არ მიდიან, ეს ავტობუსები შეწყდა. წავიდნენ ავტობუსები. ჩვენ არ წახვიდეთ, გეყვეს იმი. არ გეყვ დააბრუნეთ ავტობუსები. ესე იგი, ფინალი იყო ესეთი, რომ აქედან ჩვენ უკვე ფაქტიურად ძალით ვტენით ამ სტუმრებს ავტობუსში. ვეძებთ მთელ სოფელში, იმიტომ რომ გავიდენ დაიწყეს 75 კაციდან ერთი 30 ვიპოვეთ. დანარჩენი არ აჩანს. ნუ აი არ და იმ ავტობუსშიც ნახევარი ჩარდა. რა ჯგუფები ყოლია ეს რა არის? ჩვენს გითხარი. და ამ დროს ავტობუსები სავსეა, მაგრამ სავსეა აქაურებით. აქაურები, ასულები, X აი იცით რა ხდებოდა. მაშინ დავფიქრდით გავაგზავნოთ ხო რა ეს ამბავი. და დაიკეტეთ მაგის არა, მაშინ არ დავკეტილოთ, ღირდა თუ არა საერთოდ ტურიზმში შესვლა ძალიან კარგად დავფიქრდით. სადილები აღარ გვაქვს, რჩებით როგორც ღვინის მარნად, ან მარტო დეგუსტაციები გვაქვს.
და იცი რა, როდესაც სტუმარი გძნობს, რომ შენ არ ხარ სტუმრით დაღლილი, ეგაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩვენ გვაქვს უპირატესობა, იმიტომ რომ როდესაც ღვინოს სვავ, მე ურთიერთობა წყალივდება. არა კი, თავებრივად მოდის მე. ემოციაც აქედან არის და თქვენ შემთხვევაში ეგ უპირატესობა ნაკლია. ხო, ამიტომ მოდი ღვინოს გავუმარჯოს, იმიტომ რომ ბატონ ნიკას ესაუბრები ხო? ხო. ეს ნიკა არ ჩანს ხოლმე ჩვენს კადრებში და ესე ვახსენებთ ხოლმე და რაღაცა ხალხი ცოტა დაინტრიგებულია. ნიკას შრომას გავუმარჯოს. გამარჯოს ნიკა შენს შრომას. მოტივი რა არის და მიზანი რა არის, რომ ცნობადობა გაიზარდოს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ბევრი არ გვიცნობს, მე ჯერ ცნობადობა უნდა მოყვეს, ხარისხი უნდა გაიზარდოს და მე ამას აღიარება უნდა მოყვეს უფრო დიდი ვიდრე გვაქვს, რომ უფრო მეტი გავყიდოთ. შესაბამისად გავყიდოთ ღვინო, უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდეს. ორი შემთხვევაა, რომ ერთი, როდესაც ადამიანმა იცის საქართველოს შესახებ და მერე ყიდულობს ქართულ ღვინოს, ან მეორეა ქართული ღვინით იცნობს საქართველოს და მერე ჩამოდის საქართველოში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ფიქრობ, რომ აი, როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზეა და ტურიზმზეა, მე მგონი ღვინის ტურის გარეშე არ ხდება ხო? ხო, ძალიან გულდაწყვეტილი წავალ. ღვინის ადრიგზელო მინდოდა დამელია და არ მაძლევთ საშუალებას. ხო, ეხედავ. იმიტომ რომ დავიწყე იმით, რომ მე ნიკას გაუმარჯოს, ნიკამ შეგვაწდინა. არა, კაცი ზის მუშაობს და კიდე იმის ბრალია რა. კიდე იმის ბრალია, ხო? იყო რა მოხდა. ღვინო რო არა ყოფილიყო, არც აი ბევრი მოგონება არ გვექნებოდა, რაც აქ მოვიგონეთ. ღვინო რო არა ყოფილიყო, ჩვენც არ შევხვდებოდით ერთმანეთს. ამიტომ პირადად ჩვენ ღვინომ ჩვენი ცხოვრება ძალიან შეცვალა. პირველ რიგში შეცვალა იმ ადამიანების გამო, ვინც ღვინით დაკავშირდით ერთმანეთთან. და დღესდღეობით სამწუხაროდ ღვინის მოხმარება მსოფლიოში კლებულობს. რაც განპირობებულია იმით, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით ეს რაღაცა რა ვიცი, საიდან მოიტანეს მე აზიარავა რა. რასაც რა თქმა უნდა ჩვენც ვემხრობით, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის წარმოებლები ვართ და გვიხარია, ამიტომ ახალი თაობა ახლა უკვე ვხედავთ, რომ სადღაც სავარჯიშო დარბაზების სავსეა და უფრო ასე ვთქვათ, ეს კულტურის შემადგენელი ნაწილი ხდება. ასევე ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ის არის ამ ღვინის მოხმარების დაცემის, რომ ეს მიწოდების სერვისი ძალიან გააქტიურდა მსოფლიოში, ანუ საკვების მიწოდების ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული delivery, ხო? და შეიძლება სახში როდესაც საჭმელი გამოიძახო, მაგრამ ღვინოს არ შეუკვეთა, იმიტომ რომ ღვინისთვის რაღაცა გჭირდება. ვიღაცა ადამიანი მაინც გჭირდება, რომ მიუჭახუნო. ემოცია გჭირდება, რომ გაუზიარო და ამიტომაც ვიძახი, რომ ღვინო არის ურთიერთობა, ღვინო გაძლევს საშუალებას დამეგობრობის, ღვინო გაძლევს საშუალებას შეყვარების და იცხოვრეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, მაგრამ ცოტა ღვინოც დალიათ, რომ შეგიყვარდეთ და იმეგობროთ. გაუმარჯოს ღვინოს. ხო, ეხა 1-2 სიტყვით ვიტყვით ჩვენს უნიკალურ ტექნოლოგიაზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიცის, რომ უნიკალურია და საქართველოში ამ ტექნოლოგიით ძირითადად ვაყენებთ ღვინოთ, თუმცა ევროპულ ტექნოლოგიასაც ვიყენებთ. და თქვენი კონკრეტული რამე თქვენი უნიკალური ტრადიცია თუ გაქვთ, ან რამე განსხვავებულად თუ აყენებთ ამ ღვინოს და ზოგადადაც მოუყვეთ, თქვათ ამ ადგილის შესახებ, რითი არის მარანი ქართულ რეალობაში და ტრადიციაში უნიკალური. ჯერ უნდა ითქვას, რომ მაგალითად ჩვენ რატო ვიყენებთ ამ ღვინის ღვინის ტექნოლოგიას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი კულტურის, ისტორიის და ტრადიციის შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ნაწილია, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის ბუნებრივ ღვინოსთან ყველაზე ახლო მდგომი ტექნოლოგია. ანუ, როდესაც გინდა, რომ შენი ჩარევის გარეშე ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს. ანუ, როცა საუბრობთ მაგალითად კლასიკურ ტექნოლოგიაზე, დღეს უკვე კლასიკურად აღიარებულს, ჩემთვის კლასიკური ეს არის, რაც 1000 წლეულები იყო და არა ის, რომელიც 150 ან 200 წელია ეხლა. ეგრეთ წოდებულ ევროპულ ტექნოლოგიაზე, რომელიც ხშირად იხმარება საქართველოში,
ჩვენ ვიცით რითი განსხვავდება იმით, რომ არა მარტო ჭურჭლით, არამედ თავარი არის მაინც ტექნოლოგია. ანუ ჭაჭაკ ლერძე დადუღება დავარგება. ხო, რას გვაძლევს ეს? და რატო მაგალითად რატო ვანიჭებთ ამას უპირატესობას? პირველი, მაგალითად, როდესაც ჩვენ არ ვხმარობთ კულტურულ საფუარს. როდესაც ევროპული ტექნოლოგიით ხდება მარტო წვენის ჩასხმა, იქ დადუღება ხშირ შემთხვევაში ცოტა უფრო უჭირს ღვინოს, იმიტომ რომ უფრო ნაკლები საფუარი, უფრო დაბალი ტემპერატურაა დუღილის და ხშირ შემთხვევაში ის ბოლომდე ვერ იდუღებს და პრობლემა ამით. საქართველოში ძველი თაობა ამას ეძახის უდედო ღვინოს. და ეს რაღაცა შეიძლება რომანტიულად ჟღერდეს და მხატვრულად, მაგრამ ძალიან ბევრი ის არის ჩადებული ამაში, იმიტომ რომ აი მართლა ესეა, როდესაც ჭაჭაკლერძი არის ეს ღვინო, გაცილებით უფრო მეტია საფუარი, გაცილებით უფრო მაღალია დუღილის ტემპერატურა და გაცილებით უფრო აქტიურია დუღილი. და შესაბამისად დუღილის ყოველთვის უპრობლემოდ მიდის და ბოლომდე მთავრდება. და მართლაც ესეა, როცა უდედო ასე ვთქვათ, ობოლი ბავშვია, უფრო რთულად იზრდება და დედასთან ერთად გაცილებით უფრო ჯანსაღი და უფრო ადვილად იზრდება. ესე არის ეს უდედოს ამბავიც. ეს იყო ჩვენთვის მთავარი мотиваცია, როდესაც 2008 წელს ჩინური გავაყენეთ ჭაჭაკლერძი. მაშინ ალბათ ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩინურს ესე არავინ აღარ აყენებდა. ის კი არა ცხონებულ მამაჩემ არა დაინახა, რომ თლიანად ჩაუყარეს დემები ქვევში. ერთ კითხვა ქონდა ეს ყველაფერი მე იქიდან როგორ უნდა ამოიღო. ერთ კვირა ფაქტობრივად უმძრახად იყო ჩემთან, იმიტომ რომ მანამდე თვითონ ასე ვთქვათ ამ ევროპულად აყენებდა თავის ცხოვრების განმავლობაში და მე ამას ემატება ის, რომ ამა იქ 5-6 თვის განმავლობაში როდესაც ეს სხვადასხვა ნივთიერებები გადადის ამ კანიდან, კლეტიდან, ან ღვინოში, ღვინოსის ფერს ხდება ქარვის ფერი, რომელიც უკვე გამოარჩევს სხვა ღვინოებისგან. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები, რომელიც გადადის, ისინი მუშაობენ როგორც ბუნებრივი კონსერვანტები და აღარ გჭირდება დიდი რაოდენობით კონსერვანტების დამატება, რაც ბუნებრივი მეღვინეებისთვის მთავარი მომენტია. ანუ არ იყენებ საფუარს, არ იყენებ დიდი რაოდენობით კონსერვანტს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს გამოსაყენებელი ფილტრაცია, იმიტომ რომ ბუნებრივი ფილტრაცია ძალიან კარგად მიდის ამ ჭაჭის გამო. და ამ ყველაფრის ერთობლიობა არის განაპირობებს იმას, რომ კიდევ გრძელდება ეს ტრადიცია და ტექნოლოგია საქართველოში, რასაც ქვია ტრადიციული მეთოდი ქვევში ღვინის დაყენების. ხო, მოკლედ მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეპიზოდი იქნება. და ძალიან საინტერესო დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც. ამიტომ პირველ რიგში მადლობა ჩვენს ძალიან საინტერესო, ძალიან შრომის მოყარე და აი ემოციით დაკავშირებულ სტუმრებს ღვინოსთან და მეღვინეობასთან და მადლობა რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში. მადლობა მასპინძლობისთვის და დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც ძალიან ბევრჯერ გადავიკვეთებით. გაგიმარჯოთ. 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 თქვენ მაყურებელს. გაგიმარჯოთ და მეგობრებო. დალიეთ. ხო, ეს არის დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის მთავარი სლოგანი. იმოგზაურეთ და დალიეთ კარგი ღვინო. ხო, ხარისხიანი ღვინო. გაგვიმარჯოს მეგობრებო. შესაბამისი რაოდენობის.